ქართულმა ოცნებამ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის განცხადებით ქართული ოცნება BBC-სგან ბოდიშის მოხდას. შესაბამისი პლატფორმიდან ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას ითხოვს. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის საგამოძიებო ჯგუფის ცნობით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის დროს სამართალდამცველებმა სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ფილმის მიხედვით წყლის ჭავლში მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მიერ გამოყენებული და აკრძალული ქიმიური ნივთიერება ბრომბენზილციამიდი ეგრეთ წოდებული კამიტი გაურიეს. ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებულ ბრალდებებს, რომლებიც არ უღებს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებული ბიუროს ოფკომის მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. პირველ რიგში საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან. BBC მის პუბლიკაციაში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება კამიტი. ეს მტკიცება არ ეფუძნება არც ერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგანსაკუთრების სამინისტროს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია. BBC თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები. გარდა ამისა, BBC ცრუთ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა იმანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატების მიერ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე. უწყებაში განმარტეს, რომ ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე, ხოლო ტურისტული ვიზები არა საიმიგრაციო ვიზებია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას ათეულობით ქვეყანაზე, რომელთა შორისაც საქართველოცაა. მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. ზოგადი განათლების შესახებ რეფორმით გათვალისწინებული ახალი რეგულაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. ჯერ უცნობია ექნებათ თუ არა მოსწავლეებს შენობაში ტელეფონების შეტანის უფლება, ან იქნება თუ არა ცალკეული გამონაკლისები. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასწავლო პროცესის მსურველობისას ელექტრონულ მოწყობილობებს ვერც ერთი მოსწავლე ვერ გამოიყენებს. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მე-19 დღე ირანში. ქვეყანა კვლავ სრულ იზოლაციაში რჩება. დაღუპულია რამდენიმე ათასი დემონსტრანტი, მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და პოლიციელები. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე აღდგენილია. ასევე მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში არც ერთი დაკავებული სიკვდილით დასჯა არ იგეგმება. ირანის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცე გახსნა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ირანმა საჰაერო სივრცე გუშინ დაკეტა. გამონაკლისს წარმოადგენდნენ ის საერთაშორისო რეისები, რომელთა დანიშნულების ან გამგზავრების ადგილი უშუალოდ ირანი იყო. ამ მომენტისთვის ირანის თავზე ათეულობით თვითმფრინავი დაფრინავს. როგორც როიტერსი წერს, საჰაერო სივრცის დაკეტვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის ფონზე მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კუნძულის კონტროლი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. პრეზიდენტის განცხადებით, თუ ამერიკა ამ რეგიონში პოზიციებს არ გაიმყარებს, მას სხვა გლობალური მოთამაშეები დაიკავებენ. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუ ჩვენ იქ არ შევალთ, შევა რუსეთი და შევა ჩინეთი. დანია ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს. ჩვენ კი ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. განაცხადა ტრამპმა.